დილამშვიდობის ჩემოძვირფასო მეგობრებო, სოფლისკენ მივემგზავრებით. ეს არის სოფელი ზაპორის ცენტრი, ასე რომ ვთქვათ. მინდა დაგათვალიერებინოთ, ეს სახლია. ეს არის პარხალის ხეობა, ეს არის სკოლა. ნახეთ როგორ არის აღჭურვილი, კალათბურთის მოედანიც აქვს. არის დილის 9 საათი. სახლიდან ადრე გამოვედით იმისთვის, რომ ქართული სოფლებისკენ გვაქვს გეზი აღებული, რომ გაჩვენოთ ქართული სოფლები და შევხვდეთ იქაურ ქართველებს, ტაუელ ქართველებს. ახლა შევჩერდით სოფლის ცენტრში, მინდა რომ ესე დაგათვალიერებინოთ სოფლის ცენტრი. სადაც ჩაიხანა, სადაც კაცები ჩაის მიირთმევენ. ათათურქის ძეგლი. ეს არის ცენტრალური უბანი ამ რაიონის და შარიგული, ასე აწერია. შარიგული ქვია ალბათ ამ უბანს, აგე პატარა ხიდი არის, რომლითაც შევდივართ ცენტრში. ლეღვის ხე. დიდი ლეღვის ხე დგას მდინარის პირას. ესეც ჭადარი, ნაძვი. ნელა ივიწებს სოფელი ჩემო კარგებო, იმიტომ რომ დილა არის, როგორც გითხარით, დილის 9 საათია. საოცრად ისმის მდინარის ჩუხჩუხის ხმა, უნდა გადავხედო ერთი მდინარეს. ისე ისმის მდინარის ჩუხჩუხი, მდინარეც აქ მოედინება. ესეც ვაზი ჩემოძვირფასებო, ვენახი, რომელიც გაშენებულია ესე ხიდის მოაჯირებს მიჰყვება, სადაც ბოლოს ძალიან ლამაზი ტირიფი დგას, მეორე მოაჯირის ბოლოს კიდე ლეღვის ხე. Skani tu di mi da mi guru ti do domani